შუადღე მშვიდობისა, გალბატონებო და ბატონებო. ეთერშია შემეცნებით გასართობი პროგრამა შუადღე ლაივი. საავტორო გადაცემა შუადღე ლაივია ეთერში. მოგესალმებით მეც შემოძვირფასება თქვენ სანამესალმებით მე მღეროდ კი არ დავზეკვავდი, იმიტომ რომ დამეთაქვებით კარგი ქუდი აქვს, მუსიკალური გაფორმება აქვს ჩვენს გადაცემას. მე შოქ ვიყო ამ ქუდში, ალბათ ძალიან კარგი იქნებოდა, სამწუხაროდ. არ არის მარიამი? მაგრამ ანუ ის თავსაბურავი ახურავს ლამაზი ეს არის. ხო და ისეთი კარგი გოგო დგას რომ მე თანახმავარ რომ ვიყო გოგო და გავანძები არ შეხვდა. აბსოლუტურად არ მოწონს. სანამ დავიწყებთ საუბარს, რაღაცას შემოგთავაზეთ. მე როგორც ხვდები, ბევრი საუბარი მოგვიწევს დღევანდელ გადაცემაში და თისწყალი მიირთვით რომ გაისველოთ. მოდი მიირთვი, მოდი შენ თისწყალი და ჩვენ ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ შევაპაროთ ჩვენს ტელემაყურებელს როგორი საინტერესო ამბით ვართ დღეს მასწავლები აქ. მოკლედ დღეს სტუმარი არ გვეყოლება, იცით რომ მართლა. რა მითხარი? დიახაც სტუმარი არ გვეყოლება, თუმცა ჩვენ თავად ვიქნებით მასპინძლებით და სტუმრებით. ხალით ჩვენ ვართ კაცი ჩვენ. ქართ კი ბატონო, ესე გამოდის და დავუხსნათ ჩვენ ტელემაყურებელს აუცილებლად ის რომ დღეს ვისაუბრებთ ფოტოებზე, რომელიც ასახავს ჩვენი ცხოვრების რომელიც რომ ასახავს ჩვენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან წამს, მე ესე დავაკვირდი, დაჭერილი წამია, ეს ცნობილი რაღაცნაირი ხო სიტყვათა წყობა რომელიც დაჭერილი ფრაზაა კი ბატონო რომელიც ნამდვილადაცია და ასე და მეც ვეთანხმები რომ დაჭერილი წამია და რაღაცეთ როგორ თქვა სულ ვეფიქრებით თავზე აი ამ დაჭერილ წამს მე ესე ვარ ყოველთვის მე ესე მგონია ნიკო რომ ზუსტად იმ წამს კი არ შევნატრით უბრალოდ აი ის წამი გვიახლებს მე ყველაფერს რაც კი ხდებოდა იმ წამს იმ დროს იმ მომენტში ჩვენ ცხოვრებაში და ჩემ ცხოვრებაში როგორც აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი წამია ასეთი რომელიც ძალიან ლამაზ და საინტერესო პერიოდს მახსენს ჩემს ცხოვრებაში. აი რო ამბობენ ხოლმე რომ აი წარსულით არ უნდა იცხოვრო, არც მომავლით, აი დღევანდელი დღე უნდა იყოს. ფოტო ხო არ უშლის ამ ყველაფერს ხელს და რაღაცა ხო არ მიყევხარ წარსულში და ნეტა იმ დროს რაც არ მიყვარს. ეს კითხვა მე როგორც მივხვდი ახლა და არა საფრთხეა არა. შეძლებს გასცემდი ალბათ ამ კითხვას პასუხს. რომ არა? არ ვიცი, აი ეს დღეებია რაღაცა ჩავფიქრდი ამ ამბავზე, რომ ჩემთვის მაგალითად, აი ნახე, რა მინდა თქვა რა, რომ უფრო კი არის რა თქმა უნდა რომ ისტორიის ნაწილია, შენი ისტორიის ნაწილია, შენი საყვარელი ადამიანების ისტორიის ნაწილია, ან არასაყვარელის და ვიღაცის ვინც იცი მოგწონს გიყვარს თუ ასე შემდეგ, მაგრამ ჩემთვის უფრო აი ხელოვნება რაღაცნაირი და არა ხო მინდა რომ არ იყოს მხოლოდ ნეტა იმ დროს ანუ მოგონებად არ რჩებოდეს ის წამი რაც შენ თქვი იმიტომ რომ იმ წამს რაღაცნაირად ასახავს ფოტო აი სხვა ხასიათი აქვს ხო შეიძლება გაგცეკმარ კითხვის პასუხი მე მაგალითად როცა ძველ ფოტოებს უყურებ არ მეუფლება განცდა სევდის და სევდა ცოტა ხმამაღალი თქვამია ის რომ ნეტა იმ დროს არ მეუფლება ეს განცდა პირიქით ეს ის წამებია როგორც მარიამმა აღნიშნა ეს ის წამებია რამაც დღეს ასეთი გამხადა ვინც ვარ და როგორიც ვარ და ამ წამების ერთობლიობამ შეკრა დღევანდელი ანაკურთობაზე ჩემთვის და პირიქით მე ძალიან ბედნიერი ვარ ყველა იმ წამის რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში ჩემთვის აი კიდე ერთ ვიტყვი და გავჩუნდები მე ილაპარაკეთ არა, შენგენაც დღეს შეგვიძლია რომ ბევრი ვისაუბროთ. ეხლა ჩემმა მეგობრებმა და იმ ადამიანებიც კარგად მიცნობს, შენი არ იყოს, ყველამ ძალიან კარგად იცის რომ მეხსიერება მაქვს 0. რაღაცნაირ Pentium 5 მაქვს აქ, ძველი და პატარა მემორია ფლოპი მიდგას 1 და 2 მეგაბაიტიანი და არ იმახსოვრებ ჩემი თვე რაღაცებს. ამიტომ ფოტო არის ძალიან მაგარი, იმიტომ რომ მეგობრებს რო ხედავ ხოლმე და გავახსენდება ისტორიები. თუმცა ნახე ნიკა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი რა არის ჩემთვის რომ არის დაბეჭდილი ფოტოები. ეს არის თავარი არსი ფოტოების ერთ-ერთი მე ვიტყოდი, იმიტომ რომ აი სულ მახსენდება ეს რამდენიმე დღე შენც თქვი რომ ჩამაფიქრავ რამდენიმე დღე ვფიქრობ აი ამ ჩვენს ასე ვთქვათ თავარ თემაზე, ფოტოებზე და ფოტოხელოვნებაზე და იმ დაჭერილ წამზე და მე რაღაცნაირად ბებია ჩემი სიტყვები მახსენდება ძალიან ხშირად რომ მთხოვა რომ დამიბეჭდე ფოტოები და ჩემს უკვე იმდენად გაუცხოებული
იყო ეს შეგრძნება რომ დამიბეჭდე ფოტო რა თქუინდა შინაგანად მქონდა კითხვა კაი რა თქუინდა იმიტომ რომ მაქვს ტელეფონში ხო ამდენი ფოტო და მივხვდი რომ რანაცნობი სიტუაცია ტელეფონში ლეპტოპში იქ ეს ყველაფერი ციფრული სამყარო მართლა შეიძლება რომ ჩვენი ერთ დღეს ისე აორთქლდეს ჩვენი ცხოვრებიდან რომ როგორც მომიდა ისე ლამაზად წავიდეს შესაბამისად ეს ყველაფერი შეიძლება აღარ დაგვრჩეს ის რაც დღეს ტელეფონში მაგალითად ან ნებისმიერ სხვა მოწყობილობაში არის. ამიტომ ძალიან კარგად გავიგებები ჩემის რატომ თხოვა რომ დამიბეჭდე რა შვილების და შვილთა შვილების ფოტოები დაუბეჭდეთ ნაწილი კი. აი ანალოგიური სიტუაცია ჩემს ოჯახში. დედა ჩემი სულ ამბობს რომ დაბეჭდეთ დაბეჭდილი ფოტო სხვანაირია, დაბეჭდე და კარგი რა რაღაც დროს დაბეჭდვა თუ რაღაცა იქაც მაგაც აბა სად გაქვს. ანუ უნდა ეხა რომ დაათვალიეროს, მაგრამ სადღაც ერთ კომპიუტერი სადღაც არის მეორე სადღაც და არ არის. ჩემ შემთხვევაში პირიქით არის. არავინ არ მეხვეწება დავბეჭდოთ და პირიქით მე დავიწყე ბეჭდვა. ხო, შენ ჩვენ შეს ნამდვილად საი მოსულიცა ისა მოტანილი გახს მეძახის. კი ბატონო. მოტანილი ყავს თავარი პირი ასე ვთქვათ, ვითიც ვიღებთ ფოტოებს და ფოტოაპარატია ჩვენთან მაგიდაზე და მოდი სანამ არ არის ციფრული ფოტოაპარატი, არის ფირის ფოტოაპარატი. ეს კიდევ სხვა თემაა და ანას საყვარელი ამბავი და ალბათ თვითონ მოყვება, რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ერთად ფირს ფოტოს შემთხვევაში. მოდი იცი რა ვქნათ ჩვენ გუშინ ძალიან საინტერესო ადგილს ვესტუმრეთ და სწორედ რომ დაბეჭდილ ფოტოებთან ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი დავბეჭდეთ მოკლედ ერთი სიტყვით ფოტოები ის რაც აქამდე არ გქონდა დაბეჭდილი. ძალიან საინტერესო სიუჟეტი მინდა რომ შევთავაზოთ ჩვენ ტელემაყურებელს და მე მგონი მზად ხართ რომ ვნახოთ ხო? მზად ვართ. მოდი მზად ვართ და ვნახოთ საინტერესო სიუჟეტი ერთი სიტყვით. რადგან ვაპარაკობდით ფირზე და რა ციფრულ ფოტოებზე, მე რატომ მიყვარს იცი ფირი და შემდეგ დაბეჭდვა და გამჟღავნება და დაბეჭდვა. იმიტომ რომ მაინც ძველი ყაიდის ქალი. რა დროს ციფრია. შე რა თქმა უნდა, ეგ ერთი და მეორე სხვა ემოცია მაქვს ფოტოს რო უყურებ. ახლა ბავშვობის ფოტოები ხო გაქვს? იციანას როგორი ფოტოები აქვს სახში? დაბეჭდილი მარტო ეგეთია ხო ხო. ხო იცი ფურცელზე რომ აქ ისე არშიები რო ქონდა ეგეთი და ხო. იცი ამ ეგეთ ახმები რომ დაბეჭდილ ფოტოს სულ სხვა ხიბლი აქვს და ხო და კარგად გილას მივდივართ ახლა სადაც ამჟღავნებენ კიდევაც ბეჭდავენ კიდევაც და ასე შემდეგ და დავბეჭდოთ რაღაც ფოტოები მართლა მართლაც ბოლოს როდის დავბეჭდებ ფოტო თუმცა ბავშვობაში ამ პროცესის გარეშე არ მახსენდება არც ჩემი თავი, არც ჩემი ძმა და არც ჩემი მშობლები. ძალიან ბევრი ფოტო შემომრჩა სწორედ ჩემი ბავშვობიდან. თუმცა დღესდღეობით უკვე ტექნოლოგია ისე განვითარებული რა თქმა უნდა რომ აღარ ვბეჭდავთ სამწუხაროდ. თუმცა ბებია ჩემი სიტყვებს მოვიშველიებ და ვიტყვი რომ სულ ცოტა ხნის წინ მითხრა და მთხოვა რომ ძალიან გთხოვ მე მესმის რომ ტელეფონში გაქვთ თქვენ ყველას ყველაფერი მაგრამ მე მინდა რომ დაბეჭდილი ფოტოები მომიტანო თქვენი ანუ ჩემი შვილიშვილების და შვილთა შვილების რაც მისთვის ძალიან ძვირფასია რა თქმა უნდა და სწორიც არის ვეთანხმები დღეს თითქოს დღევანდელმა დღემ უფრო მეტად გამათვიცნობიერა იმაში თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფოტოს მნიშვნელობა დაბეჭდილის შემთხვევაში იმიტომ რომ შეიძლება რომ ეს ციფრული სამყარო ჩვენი დღეს ისე ავორთქლდეს ჩვენი ცხოვრებიდან რომ ჩვენი ყველა მოგონება თან გაიყოლოს რაღაცნაირად და ბეჭდურ ფოტოს დადაბეჭდის პრინციპში მგონია რომ ვერაფერს დრო ვერ დააკრებს იმიტომ რომ ჩემ ოჯახში ისეთი ძველი ფოტოები ინახება მაგალითად როგორც არის თუნდაც ჩემი დიდი ბებიის, მისი დედის და ასე შემდეგ. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ის გაჩერებული წამი არსებობს შენს ოჯახში და აგრძელებს რაღაცნაირად თითქოს სიცოცხლეს და ამაში რა თქმა უნდა ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ის გაჩერებული წამი, რომელიც დავიჭირეთ რაღაც მომენტში, შემდეგ შთავბეროთ სიცოცხლე და ესე ვაცოცხლოთ ჩვენს ოჯახებში. ამიტომ რაღაცნაირად მადლობელი ვარ დღევანდელი დღის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ დამანახა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დაბეჭდილ ფოტოს. ზოგადად ფოტო არც ისე დიდი ხნის წინ მივხვდი რომ ძალიან დიდ ემოციას მაძლევს პირადად დაბეჭდილ ფოტოზე მაქვს საუბარი. აი ეს ბავშვები ყველას რომ გვაქვს სახლში ალბომები, სადაც ჩვენი ბავშვობის ფოტოებია, ჩვენი წინაპრების ფოტოებია, გიჟდები ძალიან ძველ ფოტოებზე მე მაქვს ჩემი
დიდი ბების ფოტო, რომელიც არის ჯერ ვიზუალურადაც რაღაც უკვე გაყვითლებულია. უკვე კი არა, თავისთავადაც რაღაცნაირი სხვანაირი ფერი ქონდა მაშინ ფოტოს, მაგრამ ნუ სიძველისგანაც გაყვითლებულია და რაღაცა ისტორიას ყვება, თავისი სურნელი აქვს, რაღაცა ყველაფერი გადმოდის თითქოს ამ ფოტოდან და ბოლო რამდენიმე წელიწადია მივხვდი, რომ ძალიან მინდა მეც აღბეჭდო ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები, არა მარტო ჩემი მეგობრების, ჩემი გარემო, სადაც ვმუშაობ, სადაც ერთობი, სადაც და ჩემი შვილი და ასე შემდეგ. მოკლედ ესე დავიწყე გადაღება და ტელეფონი ხო ყველას გადავსებული გვაქვს ფოტოებით, მაგრამ სადღაც ყოველთვის მეკარგება ეს ფოტოები, არ ვიცი, ზოგჯერ შეიძლება ადგილი აღარ გაქვს რაღაცა წაშალო, ზოგჯერ შეიძლება ტელეფონის შეცვლა იკარგება და სულ სხვა ხიბლი აქვს დაბეჭდილ ფოტოს. ვარჩევდი და მივხვდი რა ფოტოს დაბეჭდვას მინდა. აბა. არა, მაინე ხომ არა, რა ხდება? ძალიან ბევრი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ფოტოს. მატიანე, ხელოვნების ნიმუში, ემოცია, რაღაც გაყინული წამი, რომელსაც ვერაზროს ვეღარ გამოიგონებ. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს წარსულზე ფიქრი, ჩემი ტვინი ძალიან ბევრ რაღაცა შლის წარსულიდან. ამის მიუხედავად ფოტო მაინც რაღაცნაირი იდუმალი და ძალიან საინტერესო და არა მარტო ჩემი შვილის სიტყვაზე ნათესავების იქნება და ის თუ ბავშვობის არა აი სხვის ფოტოებსაც სხვის გადაღებულ ფოტოებსაც რო ათვალიერებ აი თუ დაუკვირდები რაღაცა სხვა სამყაროში გადადიხარ და იმ ადამიანის ხასიათს იგებ ვინც გადაიღო ვინც არის ფოტოზე და ასე შემდეგ მე მაგ გარემოში გავიზარდე მე პირველ ფილმში დავდიოდი და ფირთან მქონდა მთელი ბავშვობა შეხება და მაგურამ ფირთან მქონდა შეხება და ვიცი რამხელა სიყვარულია და კიდევ ჟარგონი წამოწ და რამხელა кайფია ფირთან ურთიერთობა ციფრი კარგია უცბად რაღაცეები დავაფიქსირეთ და დამთავრდა ანა სწორად აღნიშნა, ვერ დაждები კომპიუტერთან მართლა და ვერ დაიწყებ ქექვას 150 მილიონ გიგაბაიტში, რომ რაღაცას ფოტოები გამოარჩიეთ, ან ტელეფონით აჩხაპული ბევრი ერთნაირი ფოტოა, არც გინდა იმის ნახვა თუ რა ალბომი არის ძალიან მაგარი რამ, ფოტო ალბომი. აი ხო რომ ვუყურებდი კიდევ ერთხელ გამახსენდა ეხლა წავიდა გადავახვიე პიონერ ფილმში აღმოჩნდი ისევ და გრიშა ჩიგოგიძეს ძალიან დიდი სიყვარულით მოვიკითხავ აქედან იმიტომ რომ პიონერ ფილმი იყო ადგილი არის უბრალოდ სადაც ნუ უამრავი თაობა გაიზარდა და მართლა ეხლა თქვილა არ ვთქვი კინოფირთან კინოსთან ფოტოსთან და ჩემი სიყვარული ურთიერთობა ტელევიზიასთან მაქედან დაიწყო და ძალიან მაგარია და რატო ვთქვი ეს ყველაფერი რომ ჩვენ გქონდა ის ბედნიერება რომ პიონერ ფილმში გვესწავლა საკუთარი ხელით გამჟღავნება ფილმის და დაბეჭდა ესეთი მისტიკა მართლა გეუბნები რომ აი მართლა ვისაც ოდნავ მაინც უყვარს ფოტო უნდა გამოცადოს აი ეს წითელი შუქი რო ენათება რო ასწორებ ამ ფურცელზე გამოსახულებას და ხო მე რო თეთრზე გადართავ სადაც ბევრი შუქი არის ხელით უჩრდილავ მე ჩადებ გასამჟღავნებელ წამალში და ნელ-ნელა რო ჩდება ეს ყველაფერი პოლაროიდსაც აქვს ეგ გადაიღე აქვია მაგრამ ის რო ბეჭდავ და მე კიდევ თოგზე ამ ფოტოებს შენს გამჟღავნებულ გადაღებულ გაბეჭდ ხო ეგ უნდა გამოცადო ხო აი მე არ მაქვს ყველაფერი ესე გამოცდილი და ძალიან დიდი სიმღერა შევიხედე უბრალოდ ამ ოთახში სადაც მჟღავნდებოდა და გაუფუჭა ფოტო მისტიური სამყარო იყო ზუსტად რომელზეც ახლა შენ ხო ადამიანები ძალიან მაგრები არიან იმიტომ რომ რაღაცა დანადგარში არ იბეჭდება ავტომატურად და ხელით ბეჭდავენ და ძალიან მნიშვნელოვანია ეს. კი ბატონო, გეთახმებით და მოდით მე ერთი სულ მაქვს ახლა როდის ნახავ თუნდაც თქვენს გამოფენილ ფოტოებს და ხომ ვერ დავიწყოთ? დავიწყოთ. სანამ მოვყვებით ჩვენ ფოტოებზე. მე მაინტერესებს რა ნიშნით შეარჩიეთ ის ფოტოები, რომელიც დღეს უნდა წარუდგინოთ. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ძალიან
ისტორი კითხვა ჩემო მარიამ, აზრზე არ ვარ. მე კი. აი, მე ამოვყარე მართლა რა, ბევრი ფოტო ისე რენდომ, ანუ მეც უნდა ვაღიარო რა შემთხვევით ამოყრილი არის და რამდენიმე არის, რომელიც რაღაცა საინტერესო ეტაპებს ასახავს შემთხვევებში. მე მაგალითად რა ფოტოებიც ავარჩიე, ყველას თავისი ისტორია აქვს და ასე რომ მოგიგეთ. მოდი ანა დაიწყებაში, ჩვენ უისტორიობ გავხივარდეთ ყოველ და მოდი დაიწყე. მე დავიწყო. აი მე რა ნამშრომლობა. ხო, ხა რადგან ხუთოსანი ხარ? აი. ეს არის ძალიან მაგარი ისტორია აქვს ამ ფოტოს. ეს ქალბატონი არის ანა ქურთუბაძე. არა, მართლა? რომელიც არ არის ჩემი პირდაპირი, ანუ არის რაღაც ხრეულად ნათესავი, მაგრამ შორეული იქნება. მოგეთ, ჯერ ისტორიას მოვყვები რა. მე და ჩემი მეგობარი ირაკლი ძნევაძე ერთ დღესაც ავდექით და გადავწყვიტეთ რომ წავსულიყავით და მოგვეძებნა ჩემი ნათესავები მამის მხრიდან, იმიტომ რომ ვიცოდი გადმოცემით რომ ლანჩხუთში მამა ჩემის ბაბუას ჰქონდა სახლი და ნუ მე რაც დავიბადე ნამდვილად არ არსებობდა იქ არაფერი ჩვენ. მაგრამ ვიცოდი რომ ვიღაც ნათესავი აუცილებლად აღმომაჩნდებოდა იქ. პატარები ვართ საკმაოდ ალბათ თეატრალურში ვსწავლობ სტუდენტები. ხა და წავედით ავტოსტოპით. ჯერ ეს მთელი თავგადასავალი იყო, ორი ტრაილერი გამოვიცვალეთ. ერთი ტრაილერი მახსოვს რომ იყო რაღაც ტკბილეულის და თან ძალიან გშიოდა. გვაჭამა, კი, გააჩერა და გადმოიღო ძალიან ბევრი შოკოლადი და თან ნუ საინტერესო იყო ეს გზაც, იმიტომ რომ რამდენიმე ტრანსპორტი გამოვიცვალეთ და ყველა მძღოლს თავისი ისტორია ჰქონდა და თან ვუყვებოდით ჩვენ სად მივდიოდით და ისინი კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით მიგვაბრძანებდნენ და რაღაც თბილისიდან გორამდე, გორიდან ზესტაფონამდე, აი ესე ვიარეთ მოკლედ რა. საბოლოო ჯამში ჩავედით ლანჩხუთში და უკვე საღამოა, ბნელდება. ახალი წლის პერიოდია, ზამთარია. საღამოა ბნელდება და არ ვიცი. მე მაგრამ მოვკალათ. არ ვიცით სად უნდა წავიდეთ. აი ხო რაღაცა გეზი რომ გაქვს მიდი, აი ესე ვდგავართ ლანჩხუთში. ვიცი რომ თეატრია ერთი. ანუ ისე წახვედით კონკრეტული ადგილის სამარხი. არაფერი, ვიცი რომ უბრალოდ ლანჩხუთშია. აი ნათესავებო უნდა იყო. აი ესე მივადექით ერთ ჭიშკარს. მას პინძალა დავიცახეთ, გამოვიდა გაოგნებული კაცი, ვერ მიხვდა საერთოდ რა ხდება. და ესე მოვყევით ისტორია რომ მე ვთხარ რომ მე ვარ ანა ქურთუბაძე, გამარჯობა ვეძებ ნათესავს. ქურთუბაძე რაღაცა სახელი და გვარი მითხრა, მოკლედ გაგვიშვა სადღაც. მივედით მოკლედ კიდევ მეორე ოჯახში და საბოლოო ჯამში აღმოაჩინე ჩემ პირდაპირი ნათესავი, რომელსაც მოვიკითხა, თათუა ქვია და თათუამ წაგვიყვანა აი ამ ქალბატონის ოჯახში და გავიცანი ანა ქურთუბაძე. რომელთანაც აი ესეთი ფოტო მაქვს დარჩენილი და მოვიკითხავ მის ოჯახს, მე წლებია კონტაქტი მათთან სამწუხაროდ არ მაქვს, თუნდაც მოვიქეცი ალბათ რომ არ შევინარჩუნე ეს კონტაქტი, თუმცა აუცილებლად ვეცდები რომ დავუკავშირდე ისევ მათ და მოკლედ ძალიან მიყვარს ეს ფოტო. მართლა ძალიან საინტერესო და ძალიან რაღაც ისეთი ხო გულში ჩამწვდომი ისტორია. ორი ანა რო არის ძალიან და ფოტო ძალიან მაგარია მართლა. ნამდვილად. და ერთი ამათ ტვინში ჩამახედა თბილისიდან რო აიბარგენ და ვაიმე. მე ცუდაცი ვარ მე მგონი. რა საყვარელი. აუ კაცი რო არ გავხარ შენ თავს. კი, ნიტას გავს. ნიტა გავს, კი. გეთანხმები. ნიტა ძალიან შავი სწორწები მაქვს და ეს ბებია ჩემი არის მარიამი. ჩვენი სეხმია. კი, რომელსაც მაროს ვეძახით ყველა როგორც მარო ისე იცნობდა ბორჯომში ძალიან ისეთი ცნობილი ქალბატონი იყო და აი მარო ბებო იყო ბებია, რომელიც წაგიკითხავთ ლიტერატურაში, რომელიც წარმოსახვაში გაქვს, აი ნამდვილი ბებია, რომელიც ყოველ დილას მაღვიძებდა საუზმის არომატებით და მე არ მახსოვს რომ გამეორებული იყო საუზმე ბებიას და ბორჯომში სამი თვე ვიყავი ხოლმე, ჩემი მშობლები, აი ესე მომიქნებდნენ ბორჯომში და თვითონ რა შეგვიძლია კაცმა არ იცის და მე კი ვიყავი გადასარევად ბებიასთან და ხო, აი ეს ბავშვობა იყო სასწაული მოგონებები მართლა არსებობს და თუ კი რამე ვისწავლე, ვინმე შევიძინე, ყველაფერი რაღაცა და ემასთან არის დაკავშირებული და ბებია ჩემს ხათაშორის ძალიან უყვარდი რა თქმა უნდა და ამბობდა რომ ჩემი ნიკა ყველაზე ჭკვიანია. მართლა მეზობელს ეუნებოდა ეს აივანზე იდგა და
იბესთან რა სახლის კიბეზე და ჩემი ნიკა ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე წყნარი, საერთოდ არ მანერვიულებს და გამოიხედა და დამინახა რომ რაღაცაზე ვარ ამძლა და ნიკა! ხო, მაგრამ ახლა მართალი იყო, ყველაზე ჭკვიანი. ვაიმე. ეს მე ვარ მარია, მარჩენ არ გევხარ, აი აქ ცოტათი გავხარ, მაგრამ ხო, აი რაღაცით, ნუ აი დიდად აღარ აი მე რანაირი ხარ. ეს ფოტოები ხო, ანუ 90-იანებია კარგად მიხვდებით, თქვენს რთული გამოსაცნობი არ არის. თუმცა რა თქმა უნდა, ამ ფოტოების გადაღება. ეს ბაღიზეინია, ელენე ხო რაღაცით გავსნო. ეს რომელი წლები უკასავარ? 90-იანებია რა. მართლა, მე ჩემი ფოტოც ჩააგდეთ 90-იანებში გადაღებული, ძალიან გთხოვთ რა. ეს ხო მე და კოკო და გიждები ამ ფოტოზე ძალიან მიყვარს. საერთოდ ამ ფოტოებს მგონი იმიტომ ვიღებდნენ რომ დაედასტურებინათ ის ფაქტი რომ კოკო იყო ულამაზესი და მე არც ის. იმიტომ რომ დავიბადე ამბობდნენ რომ აი ნუ შეუხედავი ვიყავი და შემდეგ კოკო რომ დაიბადა ოჯახმა ამოისუნთქა რომ რა კარგია ძლივს კაი ბავშვი. აი ამ ფოტოს ნამდვილად ისეთი ისტორია აქვს. თქვენ ალბათ ხედავთ რომ ამ ფოტოზე მე საერთოდ არ ვარ. მაგრამ ვარ. მოკლედ დაახლოებით ხდები სადაც. გაინტერესებთ რა თქმა უნდა. ფოტო? კაი, ბავშვი მოყვები. მივედით საოცარი ადამიანების ოჯახში სტუმრად. ნუ თქვენ ხედავთ ქალბატონ ნატაშას და ბატონ რამას. და მივედით და დედა და მამა ძალიან უყვარდათ ორივეს და რაღაცნაირად ძალიან ახლობლურ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ მიუხედავად მათი ასაკობრივი სხვაობისა და ჩვენც წაგვიყვანეს. მე და კოკო. დაახლოებით კოკო არის 12-ის და მე ვარ 13-ის აი ამ პერიოდში. ეს ფოტო დაბეჭდა თამრიკომ და თამრიკოს ჰქონდა ესეთი ძალიან დიდი გალერეა ჰქონდა, ასე ვთქვათ, ოთახში, სადაც მის საყვარელი ფოტოები იდა, გამოფენილი იყო, ასე ვთქვათ, და ესეც მართლა ძალიან უყვარდა ეს ფოტო და სულ ჰქონდა რაღაცნაირად რა კარგია რომ ეს ფოტო არსებობს, რომ დააგვჭა რაღაც და სულ უნდა რომ გალერეას შემატებოდა ეს ფოტოც და 13 წლის ვარ როგორც უკვე აღნიშნე და ეს ის ასაკია, როდესაც საშინელება თავში შეიძლება რომ აი რაღაცა საშინელ როლზე დამამტკიცონ ისეთ ვიზუალურ მდგომარეობაში. გარდატეხის ასაკია პიკშია, ნუ. მაგრამ რა თქმა უნდა, პიკის პიკშია საერთოდ. ნუ აი ჯუმანჯი რა, წარმოუდგენელი მდგომარეობა. მაგრამ დედას, ნუ რა თქმა უნდა, დედის თვალი ისეთია, კი იცით რომ საერთოდ არანაირი განცდა არ აქვს იმის რომ მე თუდად გამოვიყურები. აბსოლუტურად არ ფიქრობს ამას. აი ალბათ გონია რომ ძალიან ლამაზიც ვარ და მე ვთქვი რომ ეს ფოტო არ გამოიფინება ჩვენს გალერეაში, იმიტომ რომ მე ძალიან ცუდად გამოვიყურები. ძალიან ეწყინა ვიგრძენი, მაგრამ ნუ მე ასე ვთქვათ დამითმოდა, შევიდა ჩემს მდგომარეობაში და არაფერი აღარ უთქვამს. გავიდა ბევრი წელი ამ ფოტოდან, მე უკვე ელენე მყავს, ჩემი ძალი არის ანი უკვე და სახლში შემოვედით და მალევე შემოყვა თამრიკო. და ესე ფოტოები, ესე ბევრი ფოტო ერთად გადმოგვიყარა. და რა არის თქო რომ დავხედე. უცებ აი წარმოუდგენელი სურათი დამხვდა. იმიტომ რომ იმ ფოტოზე ვამბობდი რომ იცი ამეთქი დიდი ლოყები მაქვს, რა გავარ, შუბლი მოკლე მაქვს, მოკლედ რაფერი არ მომწონს და თამრიკომ გადაწყვიტა რომ გააკეთოს ფოტოშოპი და ესე ლოყები აათლევინა. უცხო პლანეტელს გავარ, წარმოუდგენელი და ანი ხო ხავს, მოიცა აღარ არსებობს. რატო არ არსებობს? შუბლი გადაწყვიტა რომ არ მომწონდა და აი აქედან აქამდე ავიდა და თო მეწყება აი აქედან და უკან. წარმოუდგენელი ფოტო და ანი ცუდად არის უკვე. რომ ეს რა არის ყვირის და ნუ ამაზე ვთქვით რომ დედა ჩვენ გვესმის შენი რომ რაღაც მაგრამ აქაც ძალიან ცუდად გამოვიყურები და სულ არ ფიქრობს რომ ცუდად გამოვიყურები რაც თავარია და ნუ კიდე კარგია რაღაცა კიდევ დამითმო და საგურამოში ვართ ალბათ 1-5 წლის შემდეგ ასულები და ხედავ რომ ოთახში არის შეკეტილი და რაღაცას ჭრის. დრაშლის ვერ ხვდები ვერაფრით და გამოიტანა ცოტა ხანში აი ეს ფოტო. თქვენ ახლა შეხედავთ. თქვენ ახლა ხედავთ, აი კოკოს გვერდით არის პატარა ესეთი ოთხკუთხედი ნაწილი. აი შენ და
ზევიდა გადამაკრა საერთოდ იმიტომ რომ ის შეხარი იმდენად უნდა და იმდენად მოწონდა რომ და მეც მოვწონდი მაგრამ მე ავუკრძალე რომ ეს ფოტო დაედო როგორ მინდა რომ ნახო აცილელი არა არავინ არ ნახოს ეს ფოტო თავიკო შენახული ექნება ნამდვილად ამის უკან არის არ გინდა და ნუ გინდაო და გადამაკრა ესეთი რაღაცა მოკრეთ თავზე და რო ავაძროთ იქ შენ ხარ რო ავაძროთ მე ვარ ფოტო არ არის ეგ ფოტო გვინდა ოდეს მე აუცილებლად გაშვენებ დედა ძალიან მიყვარხარ და მაინც რომ შენი გაიტანე და ეს ფოტო ჩვენ სამშენებს მე ძალიან მიხარია უჩემოთ მაგრამ მე ამაზე ვარ თანახმო რომ უჩემოთ იყოს ეს ფოტო ბევრად კარგია ასე რომ კოკო ხო იცი როგორ მიყვარხარ და ძალიან ვთხოვ რომ ეს ფოტო რაღაცნაირად ხელში ჩავიგდო მადლობა არა ვითაშო ეს ფოტო არის აბა ვინ მიხვდება ვისთან ერთად არანორმალური ორი ცალი ეს ვართ მე და ნიკა ლომიძის ქალბატონი ნიტა ლომიძე ეს არის ჩემი პირველი სპექტაკლი და აი პირველი იყო პირველი ვარ მესამე კურსზე და ხო თეატრალურში გაქვს ჯერ საკურსო სადიპლომო მე პირდაპირ ხვდა ბედნიერება და დოისთან მომიწია პირველი სპექტაკლის თამაში მუსიკის ჰანგები, სადაც მე და შენი ქალიშვილი თამაშობდით დებს. ანუ რა ბედი აქვს, რომ პირველი სპექტაკლი მოუწია დათო დოიაშვილთან თეატრში და თან ვარსკვლავთან ერთად ითამაშა. აბა, კი ბატონო. რასაკვირველია. და მოკლედ ნიტა თამაშობდა ჩემს ნიტა იყო ყველაზე პატარა და გრეტელი და მე უფროსი ლიზელი. და ნუ მართლა საეტაპო ფოტო ქვია ჩემთვის ამ ფოტოს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ნიტასთან ერთად ვიდექი სცენაზე, პირველი იყო და ნუ ეს ის ემოცია და ეს ის სპექტაკლია, რომელიც ყველაზე ძალიან მეყვარება ყოველთვის და ყველაზე მაგარი რა არის, იცი რომ გავიდათ 11 წელი ამ სპექტაკლის შემდეგ და შემდეგ უკვე ისევ ვითამაშე ამ სპექტაკლში, ოღონდ ამჯერად უკვე დავბერდი და შვილი ვეღარ და უკვე მარიას როლი და არის ხო განსაკუთრებული ჩემთვის. ეს 90-იანებია, ნიკა თუ ჯერ არა. აბა თუ გამოიცეთ მე რომელია. სათხარ რა ხდება? აი აქ უკვე გავხარ შენ თავს. ასე თუ ისე ხო? კი. ეს არის ერთ-ერთი ფოტო იმ ბევრი ფოტოთაგანიდან, რომელიც მაქვს გადაღებული ბანაკში. ხო. ანუ ვაი თელი ბავშვობა დადიოდი ბანაკებში? ხო, იყო ბორჯომი ბებიასთან და მანამდე კიდე ბევრი დღეები და დიდი პერიოდი სხვადასხვა ბანაკში. თუ კი რამე არსებობდა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბანაკი და ისეთ ქვეყნებში, სადაც ხელ მიგვიწდებოდა ჩვენ საწყალ საბჭოთა ბავშვებს, ყველა ბანაკში ნამყოფი ვარ მართლა და ერთ-ერთი იყო რანაირად გამიშვეს ჩემო მშობლებმა მე არ ვიცი, მაგრამ ნუ გრიშას ენდობოდნენ და ესე წაგვიყვანა იმა როგორ გარისკარო სად ვიყავით იცი? სადაც ვეშაპის კუდი არის, ხო იცი დედამიწა რომ თავდება. ხო. აი მან, ვლადივოსტოკში. კარგი. კი, ესე რომ აიხედები იაპონია ჩანს და რამდენი წლის ხარ? 14-ის, თუ ცოტა პატარა უფრო არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ კარგი ერთი თვე ვიყავით. და პასუხის მხედრებლობას იღებდა ეს ადამიანი რომ ვიყავით. აი ეს არის ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ეს არის ჩემი პირველი არატელევიზიური პირველი სერიოზული სამსახური, სადაც თავს გრძნობდი, არ ვერ მოგიყვებით რამხელა გამოცდილება მივიღე, რა ადამიანები გავიცანი და როგორი მადლიერი ვარ იმ კომპანიის, სადაც მუშაობდი, გულწრფელად ვამბობ ამ ყველაფერს არანაირი რეკლამა აქ არ არის და არაფერი არ არის, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების მართლა გადამტეხი ნაწილი არის. ჩვენ მუშაობდით კოკაკოლაში, კოკაკოლის სარეკლამო სამსახურში და ეს არის მანქანა, რომელიც მაცივარი მანქანაა, მარსის სადისტრიბუციო მანქანა, რომელიც მოვხატეთ. რა მაგარი. ხო, და ეს მანქანა დადიოდა თბილისში, ჩვენი მოხატული და გეგი ფხაკაძეს მოვიკითხავ კიდე დიდი სიყვარულით. კოკაკოლა შვილობილი კომპანიის საეტაპო შენ ცხოვრების საეტაპო პერიოდი სასახავს ეს კოკაკოლაში მუშაობამ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა მართლა და ჯერ არაჩვეულებრივ ადამიანებთან მუშაობდი რომლებიც აი დღემდე რაღაც აი ჩემი ნაწილია და ყველა ძალიან მიყვარს და ბატონმა თემურიმ ერთ-ერთ შეხვედრაზე ესეც აღნიშნა ხმამაღლა რომ ჩემ ხელში გაზრდილი ბავშვია და მართლა ეგრე არის მართლა ესეა და აი
ძალიან საამაყოა ეს პერიოდი ჩემთვის. აქედან დაიწყო სხვათა შორის ჩემი გამოჩენაც ტელევიზიაში. აქედან უკვე გადახვედი მე უკვე ტელევიზიაში. აქედან თქვენთან რა დაიწყო? აქედან ეს ჩვენთან ეს ხო წერეთელზეა ბებია ბაბუას საქმეში გადაღებული ეს ფოტო რომელიც მე ძალიან მიყვარს და რაღაცა სერია აქვს გაკეთებული აი იმიტომ რომ აი ეს ჩაცმულობა ბევრ ფოტოში არის და ალბომშიც რო ვათვალიერებთ აი ეს ფოტო ძალიან მიყვარს ჩემ ბებია არის ლიზიკო კალანდაძე რომელიც მუსიკის პედაგოგი გახლავთ და მოკლედ ბაღში აწყობდა ხოლმე ძალიან დიდ ზეიმებს და ბაღში ვყავართ წაყვანილი მე კოკო და დათა ჩვენი დეიდაშვილი და განსაკუთრებულად რატომღაც თითქოს აქ ძალიან პატარა ვარ, მაგრამ ეს მომენტი მახსოვს, როცა გადაგვიღეს ეს კი ეს ფოტო გადაგვიღეს. აი თვითონ ის ჩაკუნებაც, ყველაფერი მახსოვს, სურნელი მახსოვს, ბებია ჩემს რა ეცვა, აი ყველაფერი მახსოვს და მგონია რომ ერთ-ერთი ჩემთვის აი წამიერი რაც არის და მახსოვს, ხო, რაც გვამახსოვრდება. აი ეს წამი მაქვს მე თვითონ შეგრძნებით დაჭერილი და ეს არის ის ფოტო ზუსტად ჩემთვის. ხო, ეს ფოტო ძალიან გვიყვარს მეც და კოკოსაც ბატონი კახიკავსაძე და გიორა მაგარია არიან ძალიან პატარები ვარ თუ სწორად მახსოვს მე მგონი ნატო ჩვენს ოჯახში უნდა იყოს გადაღებული თუ სწორად მახსოვს იმედი მაქვს არ მეშლება რაღაცნაირად ორივე საყვარელი ბაბუის განცდა მქონდა ორივეს შემთხვევაშიც, იმიტომ რომ ძალიან დიდი სითფოთი იყვნენ გამსჭვალულები ყოველთვის და განსაკუთრებით ამ დროს აი ამ ფოტოს გადაღებისთვის მოდი ბაბუ მოდი და მიგვიყვანის მოდაკოკო და გადავიღეთ ეს ფოტო რაღაცნაირად კარგად მახსენდება და ისეთია დასამახსოვრებელი ფოტოა ჩემთვის. კარგი, ახლა მე მოვიტანე ერთი ფოტო. ერთი წუთით. აი ესეთი ფოტო, რომელიც არის ჩემთვის ალბათ ყველაზე საყვარელი ფოტო, რაც კი მაქვს. არის რამდენიც ჩანს. ჯერ ისეთი ნამუშევარია, რომ უკვე უნდა იყოს, იმიტომ რომ ფოტოხელოვნებას თუ შეიძლება რომ ვუწოდოთ, მგონია რომ ეს ნათელი მაგალითია ამის. ხო, მოკლედ ხომ მოვყვები ისტორიას. 2008 წლის 6 აგვისტოა, ჩემი შვილის დაბადების დღე. მართლა? დიახაც. 6 აგვისტოა და მივდივართ 12 გოგო მივდივართ ზღვაზე, მატარებლით. და მახსოვს რომ გორის სადგურში დავინახეთ რომ დავდებ რა. გორის სადგურში ტანკები დავინახეთ და რაღაც არ გვესიამოვნა, მაგრამ ვერ მივხვდით რა ხდება. ძალიან გავს თინა. თინა კი კოპიო. ვერ მივხვდით რა ხდება, თუმცა არაფერი 6 აგვისტოა სიმშვიდეა სიცხლეა, ჩავედით კვარიაჩი 12 გოგო 19 წლის ვარ აქ და მეორე დღეს იწყება ომი. იწყება ომი შესაბამისად ეს ნიშნავს იმას რომ ჩავრჩით ასე ვთქვათ კვარიაჩი და ვინც კი იქ არის ყველა არის ჩარჩენილი საკმაოდ დიდი ხანი ვიყავით. და საღამოა ეს 7 თუ 8 აგვისტოა საღამოა და უცებ ყველა ტელევიზორთან რაღაც დიდი კაფე იყო და ყველა ვსხედავთ ტელევიზორთან ვუყურებთ რა ხდება მოვლენებს ვადევნებთ თვალს და უცებ გამოირთო ტელევიზორი ჩაქრაში უკვე ყველაფერი გამორთეს და გადაიფრინა ვერტფრენმა და ნუ რა პანიკა ატყდებოდა ახლა დაახლოებით ალბათ ხვდებით და ერთი ცალი წვრილი ბიჭი იჯდა იქვე და 12 გოგო ჩავეხუტეთ ამ ბიჭს შემოვეხვიეთ და ჩვენც მე ნუ გადავწყვეტ რომ სახლში წავსულიყავით და მე გაგაცილებთო გითხრა რა ეს ბიჭიც ჩვენ ხელაა დაახლოებით 2 წლით ჩვენზე დიდი და გაგვაცილა და ნუ სადღაც 15 წუთი იყო ჩვენ სახლამდე გზა და გზაში მითხრა რომ ფოტოს გადაგიღებ თუ შეიძლება და ეს არის სწორედ ის ფოტო, მაგრამ აქ ყველაფერი არ მთავრდება, აქ იწყება. ესეც ფირია. ფირია. აქ იწყება ის რომ მე და ამ ბიჭს შეგვიყვარდა ერთმანეთი. ხო, მე და ამ ბიჭს შეგვიყვარდა ერთმანეთი, ოღონდ შეგვიყვარდაც არის და შეგვიყვარდაც. ძალიან დიდი და ძალიან მაგარი სიყვარულის ისტორია გქონდა მოკლედ და შემდეგ ჩამოვედით თბილისში, გავაგრძელეთ ურთიერთობა 6 წელი, მქონდა უდიდესი სიყვარული და მოვიკითხავ ნიკუშა დივანს, რომელიც ძალიან მიყვარს, რომელთანაც დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მის ოჯახსაც მოვიკითხავ და მოკლედ ძალიან მიყვარხართ ყველანი და უღრმესი მადლობა ამ ფოტოსთვის, რომელიც ჩემთვის უძვირფასესია. ცოტა რაღაცა ფილმის სცენარი არის. ხო, ეხლა ბევრი დრო არ გვაქვს, თორე უფრო ცუდად მოვყვებოდი. არაჩვეულებრივი ისტორია ნამდვილად რაღაცნაირი ეს რა არის? კარგია. კარგია ნიკა, ძალიან კარგი ფოტო. რას გავახდეთო? იცი რა არის, იყოს მაინც, იმიტომ ესეც ძალიან საინტერესო ამბავია. ეს არის მაესტრო, უკვე სტუდია მაესტრო.
უკვე მაესტროში ვარ, ეს პერიოდია, აი რო ვთქვი რომ კოკაკოლიდან დაიწყოთ ხო? რამდენი წლის ხარ? აქ რამდენი წლის ვარ? ვის ახსოვს? აი პატარა ვარ ძალიან, არ ვიცი. პირველ მეორე კურსი ალბათ სადღაც ეგრე რა. ხო, ანუ კოკაკოლიდან დაიწყო ჩემი ისტორია, პირველი გადაცემა მუსიკალური ჰიტ-პარადი გიორგი კიკალეიშვილმა მითხრა რომ მოდი ახლა დადექიო აქო. რაღაც ფონი დახატა თვითონ, კამერა დააყენა და პირდაპირ მითხრა რომ ამაზე უნდა ილაპარაკო. და სხვა რა გზა მქონდა, ვილაპარაკე და ეთერში გავიდა. ზამონია იქიდან დაიწყო უკვე ჩემი ეთერში გამოჩენა და ეს არის უკვე მაესტროში ვამონტაჟებ პირველი კომპიუტერია, ანუ პირველი შეხება გვაქვს კომპიუტერთან, რომელსაც შეუძლია ვიდეოს მონტაჟი და როგორ შოქში ვიყავით, იცი რომ რაღაცეებს აკეთებს, ანუ იქ კადრებს ხედავ, მანამდე ხა ისეთ რაღაცაზე ვამონტაჟებდით ტელევიზიაში, რომ მოუყვე მაინც ვერ გაიგებთ. ნიკა იცი ამ ხარეს მალევე იყო ტოროლების ამბავი თუ არა? ეს ტოროლებამდე არის, კარგად ხმით, ისე რა. აი ტოროლები არის ეს ორი ლალი, მე და ლალი. ანუ ლალებს ეძახით ერთმანეთს, ესე მოხდა რომ რაღაც სიმღერის გამო, ხო? ხო იცი ეგ სიმღერა. კი. შენი. არა, ეს მერე იყო. ეს მერე. როგორ არის სიმღერა? ვიცი ჩემო ლალი, ესეც წინა ცხოვრებაში, როდესაც მე ოპერატორი ვიყავი, უწამყვანი კი არ ვიყავი, ოპერატორობით დავიწყე. კი, ესეც იყო ოპერატორობა დავიწყე გაცილებით ადრე, ვიდრე ის ფოტოები იყო, ძალიან ქაოტურად ყვევი, მაგრამ რა მოხდა, ხო? არაფერი. ხო, ვიყავი პირველ კურსზე, როდესაც შემთხვევით მეგობარს გავყევი ტელევიზიაში, რომ დაენახა თავისი მეგობარი და იქ გავიცანი შემთხვევით ადამიანები და აი ესე სულ შემთხვევით დავრჩი მეორე არხზე და დავიწყე გადაცემაში ვარიაციები თემაზე ოპერატორად მუშაობა, ხო და ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი და იმის მერე წამოვიდა ჩემი ესეთი დამოკიდებულება ტელევიზიისადმი. და ერთი ძალიან სამწუხარო ინფორმაცია უნდა გითხრათ. გისმენთ. ამ ეტაპზე ცოტა ხნით უნდა შევწყვიტოთ გადაცემა და რეკლამა უნდა ვნახოთ, მაგრამ ჩვენ ბევრი ფოტო გვაქვს არჩენილი და მესამე ბლოკში გავაგრძელებთ. აუცილებლად გავაგრძელებთ მესამე ბლოკში, რა თქმა უნდა. მაშინ ვნახოთ რეკლამა და დავუბრუნდებით. ასე დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში და ეხლა უნდა ვისაუბროთ ადგილზე, რომელიც თბილისიდან სულ რაღაც 10 წუთშია ნაფეტვრებში და ადგილი, რომელიც 10 წუთში შეგიცვლით 10,000 ემოციას და შეგრძნებას. გეთანხმები აბსოლუტურად და ზაფხული ჩემთვის პრინციპში უკვე ბოლო წლებია ასოცირდება თაკარასთან. თაკარა. თქვენთვისაც ალბათ ხო? ჩემთვის ნამდვილად ასოცირდება და ეს სადაც რაღაცა თანამედროვე ქართული კულტურის ნამდვილი დღესასწაული ტრიალებს აი ამ ადგილას, რაც უკვე აღნიშნა ნიკა მარაჩვეულებრივად და მგონია რომ ყველას დღეს წელს აუცილებლად გველოდება ძალიან დიდი სურპრიზები და ხო გველოდება არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც პირდაპირ ეთერში უნდა ჩაგვერთოს, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს, არა მარტო ჩვენ, თელს ერს. ქალბატონი ნინო სუხიშვილი, რომელიც როგორც ვიცი უკვე ხაზზეა და ესმის ჩვენი ხმა. გამარჯობა. ესმის ჩვენი ხმა ნინო. მოგესალმებით. ხო, აგვიანებს მე მგონი ჩვენი ხმა ჯერ პირველ რიგში მინდა რომ კიდევ ერთხელ აი ესე პირდაპირ ეთერში ჩვენ სამის სახელით მთელი ჩვენი ქვეყნის და არა მარტო სიყვარული დავაფიქსირო სუხიშვილების მიმართ და იმ თანამედროვე ქორეოგრაფიის განსაკუთრებით, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან მომწონს, ძალიან მიყვარს და ესე ვითარდებოდეს ქართული ცეკვა არ ვიცი, ქეთს ვიხრი თქვენს წინაშე და ილიკო მიყვარს ძალიან და შენც რა თქმა უნდა. გიერთებით აუცილებლად ნიკა. ქალბატონი, მოგვიყევით წლევანდელი თაკარას პროგრამის შესახებ, როდის შედგება პირველი კონცერტი და დეტალები რომ უთხრათ მაყურებელს. მოგესალმებით, მოხარული ვარ თქვენთან პირდაპირ ეთერში ყოფნით. მოგესალმებით ზუსტად იმ ადგილიდან, რომელზეც ცოტა ხნის წინ ილაპარაკეთ. ეს არის ჩვენი ღია სცენა თაკარა
და უკვე მე რამდენი წელია, მე-6 სეზონია, ჩვენ ვატარებთ ზაფხულის სეზონებს ყოველ წელს ახალი პროგრამებით. ეს ჩვენთვის არის შთაგონების წყარო, ეს სცენა და სხვათა შორის დავიწყეთ პანდემიის პერიოდში და ერთი დღეც არ გავჩერებულ ვართ. წელს უკვე მე-6 სეზონია, საზაფხულო სეზონი და თაკარა სცენის მთავარი იდეა არის, რომ ყოველ ზაფხულს ჩვენ ახალი პროექტი და ახალი კომპოზიციები შევთავაზოთ ჩვენ მაყურებელს. და აი ეს ულამაზესი ადგილი, სადაც არის სიგრილეს განწყობა და გამაგრილებელი სასმელები და საერთოდ მთლიანად აი აქ ესეთი აურაა, რომ ნამდვილად შთაგონების წყაროა ჩვენთვის. და წლევანდელი სეზონი განსაკუთრებული იქნება, იმიტომ რომ როგორც იცით, წელს არის ჩვენი საიუბილეო წელიწადი, ანსამბლს შეუსრულდა 80 წელი და ეს საიუბილეო თარიღი მთელი წელი ჩვენ ვცდილობთ, რომ აღნიშნოთ სხვადასხვა პროექტებით და აი თაკარად ზუსტად წლევანდელი სეზონი ამ 80 წლის საიუბილეო წელს მიეძღვნება. რასაკვირველია, სიურპრიზებით, ახალი კომპოზიციებით, ახალი ცეკვებით. და 1 ივლისს ჩვენ გავიხსნებით მთელი თვის განმავლობაში 3 აგვისტოს ჩათვლით ჩვენ ყოველდღე გვექნება კონცერტი ღია სცენა თაკარაზე ორშაბათის გარდა და რასაკვირველია, წვიმიან ამინდში რთულია ჩატარება, იმიტომ რომ ღიაცის ქვეშ ვართ და იმედი მაქვს, რომ ივლისი მშრალი იქნება და არ შეგვისვლის ამინდი ხელს და ყოველ დღე ორშაბათის გარდა ჩვენ ჩავატარებთ საღამოს 9 საათზე წარმოდგენას, რომელიც ნამდვილად ძალიან სასიამოვნო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის და მარტო პროგრამაზე არ არის. განწყობა ისეთი, რომ არ ვიცი, მე მგონი ზაფხულის პერიოდში ეს ერთ-ერთი ადგილია, სადაც შეიძლება ამოხვიდე საღამოს, გაგრილდე და საინტერესო პროგრამას შეხედო. ხო, საინტერესო ძალიან მარტივი ნათქვამი იყო. საინტერესოთი ვერ დაგჯერდები ვერანაირად. საინტერესო საოცრებებს ნახავ ზუსტად ვიცი. ხო, და ზოგადად ქართველი მაყურებელი დამეთანხმებით ალბათ რომ საკმაოდ კრიტიკულია და ცოტა სიახლეების მიღება უჭირთ. აი ამ შემთხვევაში რა ხდება? როგორია მიმღებლობა? ჩვენ ამის მიჩვეულები ვართ უკვე ამას, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაჩერებს, იმიტომ რომ სიახლეების და განვითარების გარეშე არ შეიძლება. ხელოვნება უნდა ვითარდებოდეს, თან მე მგონი არავის ჯერჯერობით არა უგრძალია ექსპერიმენტები, მით უმეტეს ხელოვნებაში. ჩვენ ყოველთვის არ გვეშინია ამ ექსპერიმენტების, ამ სცენაზე ზუსტად ის თავისუფლება, რაც ხელოვანს აძლევს საშუალებას, რომ მოსინჯოს ყველანაირი პროექტი და შემდეგ წარმატებული პროექტები ჩვენ აქედან უკვე გადაგვაქვს ღია სცენაზე, მოსავთ ხალხურ კოსტუმს და ის უკვე ნელ-ნელა წლების განმავლობაში უკვე კლასიკად იქცევა. ასე ვმუშაობთ ჩვენ 20-25 წელია, ასე შეიქმნა ჩვენი ახალი პროგრამა, ასე გაკეთდა ყოველწლიური პროექტები, რომელიც როგორც ერთჯერადი პროექტები იყო მოწოდებული, მაგრამ დარჩა პროგრამაში და ძალიან ბევრი კომპოზიცია ხიტად იქცა. დღეს უკვე ცნობადია და ბევრს ალბათ ის უკვე კლასიკად აქვს აღქმული. ამიტომ ექსპერიმენტების ჩვენ არ გვეშინია, სიახლეების გარეშე არ შეიძლება რომ განვითარდეს ხელოვნება, მით უმეტეს ქართული ფოლკლორი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ 1-2 ილეთიდან შეგვიძლია მთლიანად ახალი ცეკვა შევქმნათ და ეს პრაქტიკა ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცით როგორ ხდება და ამიტომ არანაირი კრიტიკა და არანაირი არ ვიცი არ გვაშინებს ყოველ შემთხვევაში პირიქით. მე ვთვლი, რომ კრიტიკის გარეშე არ შეიძლება, ეს ყოველთვის ინტერესს იწვევს. რა თქმა უნდა, ეს გემოვნების ამბავიც არის, ზოგ შეიძლება მოწონდეს, ზოგ არ მოწონდეს, ყველას გულს ვერ მოიგებ, მაგრამ თავარია ჩვენთვის, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ სწორი გზით მივდივართ, ამის მაგალითია ის წარმოუდგენელი პოპულარობა, რომელიც დღეს ქართულ ცეკვას აქვს, ამის მაგალითია ის უამრავი ბავშვი, რომელიც დღეს ქართულ ცეკვას ეუფლება, მხოლოდ ჩვენთან, ჩვენი ცეკვის აკადემიაში 10,000-ზე მეტი ბავშვი ეუფლება ქართულ ცეკვას და მე მგონი, რომ ეს სწორია ბოლო წლებში, იმიტომ გახდა ესეთი პოპულარული, რომ აი ამ სიახლეებმა მოიყვანა ახალგაზრდა მაყურებელი ჩვენ დარბაზებში და მე ვთვლი, რომ ეს არის ჩვენი იდენტობის შენარჩუნების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზა და მე მიყვარს ახალგაზრდა მაყურებელი დარბაზში, იმიტომ რომ
ჩვენ მაგაცვის მუშაობთ. კლასიკა აუცილებელია, ის ყოველთვის იქნება ჩვენ პროგრამაში, მაგრამ არ ვიცი, პროგრამა უნდა იცვლებოდეს, სიახლე ყოველთვის საინტერესოა და მე ვთვლი, რომ ამის გარეშე განვითარება არ შეიძლება. კი, გეთანხმები ნამდვილად და კლასიკა გაუცილებელია, მაგრამ მე ახლა ჩემ სუბიექტურას ვიტყვი და ძალიან შორსაც არ ვარ ცეკვისგან რაღაცები მესმის. ასე თუ ისე, თანამედროვე კომპოზიციებში მე დაკარგული კლასიკა არ მინახავს და ჩემთვის ძალიან ქართულია და ძალიან სწორია, რასაც უხიშვილები აკეთებენ, იმიტომ რომ სხვანაირად მე მგონია, რომ უბრალოდ დაიცლება და ხო, ერთი და იგივე იქნება და ეს განვითარება არის, არ ვიცი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თან აბსოლუტურად სწორად და დაუმახინჯებლად ხდება ეს ყველაფერი. ძალიან მაგრები ხართ. ძალიან. ყველაფრის მაგალითია ის, რომ არც ერთი ბილეთი, ძალიან ცოტა ბილეთია დარჩენილი, როგორც ვიცი, მხოლოდ ფეხზე დასადგომი ბილეტებია დარჩენილი. ეს ისეთი სივრცეა, რომ გინდა ფეხზე დადექი, გინდა მიგორდი, რაც გინდა ისქენია. და უბრალოდ ხო, აი ძალიან სწრაფად იყიდება ბილეთები და ესეც ძალიან დიდი ბედნიერებაა, რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს, უხიშვილები ნამდვილად არის და ყოველთვის იქნება პირველი. განსხვავებია, მაგრამ მხოლოდ ამ შემთხვევაში ქორეოგრაფიულ ნაწილზე შეგვიძლია საუბარი აქ ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკალური ნაწილი, რომელიც ასევე თქვენი ცეკვები კი გაჰიტდა, მაგრამ მუსიკაც გაჰიტდა ამ მასობაში, ის რაც მაგალითად ქორეოგრაფიას საფუძვლად უდევს და ფონად აქვს. აი მუსიკაზეც რომ გითხრათ, თუ შეიძლება იქნება, რა თქმა უნდა, ახალი კომპოზიციებიც. კი, რასაკვირველია, ეს ხო ერთდროულად იქმნება მუსიკა, ქორეოგრაფია, კოსტუმი, ეს ერთად ხდება ეს ყველაფერი. საერთოდ ქართული საცეკვაო მუსიკა ყოველთვის ძალიან მწირი იყო. აი ჩვენ შევეცადეთ ვილაპარაკეთ კლასიკაზე, მაგრამ 80 წლის წინაც ის რაც ნინომ და ილიკომ შექმნეს 20-ან, 30-ან წლებში, შემდეგ 40-ან წლებში, როცა ანსამბლმა სტატუსი მიიღო, მაშინაც ის რაც ეხლა ჩვენ კლასიკას ვეძახით, მაშინ ძალიან თანამედროვე და ძალიან მოდერნისტული ხედვა იყო და ახლებურად წარმოაჩინეს ქართული ფოლკლორი და იმ წლებში ძალიან სიახლე იყო და ასე ვთქვათ, არც კრიტიკას მოკლებულან ისინიც მაშინ, მაგრამ დღეს უკვე ის მათი შექმნილი, მათი თავისუფალი ქორეოგრაფიული ფანტაზიები უკვე ტრადიციულ და კლასიკურ პროგრამად აღიქმება. და რაც შეეხება მუსიკას, ძალიან ცოტა კომპოზიტორი იყო იმ თაობაშიც, რომელიც ქართულ საცეკვაო მუსიკას ქმნიდა. ძირითადად სარგებლობდნენ ქართული ოპერებიდან, ეს იყო აბესალომ და ეთერი, დაისი, ქეთო და კოტე, აი იქიდან იყო და ალბათ მე მაინც მგონია, რომ ქართული საცეკვაო მუსიკა არ განვითარდა თავის დროზე ისე როგორც ქორეოგრაფია, რადგან ადრე იცეკვებოდა სიმღერებზე. და მერე უკვე ნინომ და ილიკომ შემოიტანეს ეს საცეკვაო მუსიკა ქართულ ცეკვაში და დღეს უკვე ილიკოს უხიშვილი უმცროსი უკვე ჩემი ძმა აკეთებს საცეკვაო მუსიკას პარალელურად ცეკვასთან ერთად. ერთდროულად იქმნება რიტმი, მოძრაობა, კომპოზიცია და მუსიკა. ჩვენ ბენდთან ერთად, ჩვენ მუსიკოსებთან ერთად ხდება ამ ქართული საცეკვაო მუსიკის შექმნა. და სხვათა შორის ბოლო წლებში ქართული საცეკვაო მუსიკა მოსასმენი გახდა. უკვე შეგიძლია ის მოისმინო ვიზუალის გარეშე. ესეც მგონია, რომ უკვე ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია და ამიტომ ფაქტიურად დღეს ვხვდებით, რომ ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო ქართული საცეკვაო მუსიკის და ქართული ქორეოგრაფიის განვითარება. და პარალელურად ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ რადგან ეს საზაფხულო სეზონია, მე ვცდილობ, რომ კოსტუმიც უფრო საზაფხულო და უფრო მარტივი იყოს, რადგან ჯერ ესეთი ცხელა, თავისუფალი მოძრაობებია, უფრო თანამედროვე საზაფხულო სეზონები გვაქვს ყოველ წელს და ამიტომ კოსტუმიც მე ვთვლი, რომ უნდა იყოს უფრო თავისუფალი, მორგებული იმ მოძრაობას და ამიტომ რაღაცნაირად საზაფხულო სეზონები ძალიან გვიყვარს და ყველას ველოდებით მთელი თვის განმავლობაში ჩვენ ღია სცენად აკარაზე. დიდი მადლობა ძალიან დიდი სუხიშვილებს. როგორც ყოველთვის ქართულ და არა მარტო ქართულ მაყურებელს, რა თქმა უნდა, ჩვენც აუცილებლად გეწევით და დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. და მადლობა რომ ასეთ ეროვნულ და ძალიან დიდ საქმეს ეწევით უკვე აგერ უკვე 80 წელია და გიოცავთ რა თქმა უნდა აქედან დიდი სიყვარულით. დიდი მადლობა. ნახვამდის დიდი მადლობა. მადლობა ნინო.
მე მგონი დროა რომ რეკლამაზე სულ ცეკვაცეკვით გავიდეს. საინფორმაციო გამოშვებაც ხო არ გაჩვენოთ მე ამას ფიქრობთ. სიმღერა როგორც გინდა. კარგი, სულ ცეკვა სიმღერით მაშინ გავიდეთ ახლა რეკლამას და შემდეგ რა თქმა უნდა საინფორმაციოს დროა. ჩვენ ძალიან მალე დაგიბრუნდებით, არ უნდა გადართოთ. პირები სამი დაუბრუნდით მეზობელ ეთერში. დაუბრუნდით თან როგორ დაუბრუნდით? ძალიან ტკბილად ხო ამის გამიდოდა ზუსტად. ნამდვილად და გასაჯი ესეთი საუცხოო გემოების ისტორია რომელიც უკვე თითქმის 200 წლეულია ჩვენს ცხოვრებაში შემოვიდა ძალიან მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავს. მოკლედ საკონდიტრო ბრენდი ასორტი მეათე ფილიალის გახსნა აღნიშნა და 2007 წლიდან უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი რომ 2007 წლიდან დღემდე ბრენდი გამოირჩევა მაღალი ხარისხით, დახვეწილი დიზაინით, საოცარი გემოებით, მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი და ერთი სიტყვით მე რომ ძალიან ბევრი არ ვილაპარაკო, ახლა აუცილებლად უნდა ნახოთ ჩვენი სიუჟეტი, რომელიც მოგვიმზადეს და ახალი ფილიალის გახსნას დავესწროთ. მოდით ჩვენ ფიზიკურად იქ არ ვიყავით, თუმცა დარწმუნებული ვარ ფანტასტიკურ სიუჟეტში იქ აღმოჩნდებით ძალიან მალე, ასე რომ ნახოთ. გავხსენით რიგით მეათე ფილიალი 20 წელია როგორც იცით ვართ ბაზარზე. ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში რომ ვიყოთ მოთხოვნადი, დავაკმაყოფილოთ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენს მომხმარებელს აქვს. ვცდილობთ რომ კეთილსინდისიერები ვიყოთ ჩვენი მომხმარებლების წინაშე. ეხლა როგორ გამოგდის ეს უკვე თქვენ უნდა შეაფასოთ, ველოდებით რა თქმა უნდა ასორტის ერთგულ მომხმარებელს და სტუმრებს. წლებია ასორტის მომხმარებელი ვარ, უერთგულესი. ჩემი შვილის დაბადების დღეებიდან დაწყებული საკუთარით და მთელი ნათესავების და მეგობრების დაბადების დღეებით დასრულებული. ყოველთვის მათი ტორტები მაქვს, ძალიან გამიხარდა ეს განვითარება, გაფართოება, ულამაზესი ადგილია. წარმატებას ვუსურვებ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ბრენდია, რომელიც ხარისხს არ აგდებს და პირიქით აუმჯობესებს და ძალიან მიხარია, რომ გვაქვს საქართველოში მსგავსი კომპანიები. ძალიან მახარებს ასორტის კიდევ ერთი ფილიალის გახსნა, იმიტომ რომ ასორტი არის პირადად ჩემთვის როგორც რიგითი ადამიანისთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველაზე სასურველი კომპანია. თუ რამე მჭირდება ოჯახისთვის, ყველგან და ყველაფერს ასორტს უკეთავ და ასევე ჩემი კომპანიისთვის მე ავერს წარმოვადგენ ამ შემთხვევაში და კორპორატიული ღონისძიებები, ფურშეტები, გახსნები, ყველაფერი ასორტის არის ჩვენი პარტნიორი და ძალიან მიხარია რომ კიდევ ერთი ფილიალი გახსნა და მინდა რომ ბევრი იყოს ასორტი და იმიტომ რომ ეს არის ხარისხის, მაღალი ხარისხის გარანტი. ვლოცავ ასორტს კიდევ ერთი უკარგეს და უგემრიელესი ფილიალის გახსნას. გვატკბობთ და გვაბედნიერებთ და ყოველთვის ჩემი არჩევანია ასორტი. ცხადია. ეს არის ასორტის დღესასწაული და პრინციპში მე უნდა ვლოცავდე მთელ კოლექტივს ახალი ობიექტის გახსნას, მაგრამ უფრო შორს წავალ და მივლოცავ მოსახლეობას, რომელიც აქ ცხოვრობს, იმიტომ რომ მათ ეძლევა საშუალება ხარისხიანი, უნდებელი და მაღალი პრემიუმ კლასის პროდუქციის შეძენის საშუალება და ვისურვებდი, რომ ჩემთან სახლთან ახლოს დილომშიც ეგებ გახსნან ფილიალი, იმიტომ რომ მე ძალიან ბედნიერი ვიქნები ამით.
აი, ასეთ კბილად დასასრულისკენ მივიდა ჩვენი ნელ-ნელა ვუახლოვდებით ჩვენი გადაცემის დასასრულს და საინტერესო ეთერი იყო ჩემთვის ძალიან. ჩემთვისაც და საინტერესო. იცი რა არის, ახ პირველ ბლოკში ფოტოებზე ვისაუბრეთ და ჩვენი ცხოვრების რაღაც მნიშვნელოვან ეტაპებზე და ეტაპებზე, მაგრამ მართლა არ ყოფნის დრო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა ისი თქმაც მინდო და მოყოლაც მინდო და საინტერესო ამბების ხო, ვერ მოვასწარით, ასე ვთქვათ. მე იდეა მაქვს ასეთი. დღევანდელი დღეც იყო რაღაცნაირი განსხვავებული ჩვენთვის ალბათ სამივესთვის და ხომ არ აღბეჭდოთ ეს წამიც თან ფირიდევს ამ ფოტოკამერაში და გადავიღებთ და შემდეგ მე გადაგიღებ. მაგრამ შენ არ იქნება არა უშავს, მე ამ კადრში ვარ, რაც თავარია და საერთოდან გადაგიდებ. იცი, რა საინტერესოა, იცი რომ ბევრმა არ იცის და ფირის კამერებსაც უძველესი დროიდან აქვს სელფის ფუნქცია, იცი? როგორ? დაჯერ. აი, ნახე. აქ აქვს ღილაკი, რომელიც ხმას გამოსცეთ, შეგიძლია დააყენო და გაიქცე და უძველეს აპარატებსაც? უძველეს აპარატებსაც კი, მექანიკური სელფის ჩამთვლელია, დაბზანდით. დასხედით, თან შუადღევაივიც ჩანს უკან. დავამშვიდობოთ ნელ-ნელა ჩვენს ტელემოყარებელს და გადაგვიღებ და მე დავამშვიდობოთ. აუ, იცი რა არის, ესეთ ფოტოებში, როგორც წესი წიგნია ჭირათ და ეს თვითონ წიგნია რა. კაი. გადაღებულია. მომატყუა. გამოგატყუა. ჩიტი არ გამოფრინდა. ჩიტი მერე გამოფრინდება რომ გავალთეთერიდან გაჩერდ. მოკლედ. ძალიან დიდი მადლობა, ანა, ერთი სული მაქვს ახლა ეგ ფირი როდის გამჟღავნდება და ვნახავთ ჩვენს ფოტოს. და სხვა შორის ჩემს ფოტოებს, სადაც ერთი ფოტოც ხო გადამიღე შენ ორი კვირის წინ, რომელიც არ მეღირსა. მარტო ფოტოს კი არ ნახავ, მარიამ, ნახავთ იცის თუ არა გადაღება. არა, იცის, გადაღებული რომ ნამდვილად იცის. მე მგონი დღეს ის დღეა და ის წამი დადგა დღეს, როდესაც უნდა დავამშვიდობოთ ჩვენს ტელემოყარებელს. სულ რაღაც ხვალამდე. რა თქმა უნდა. ხვალამდე. გეცნობებით ხვალამდე.